მოგესალმებით ყველას, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და მოდით დღეს ვნახოთ პატარა ექსპრეს გაშლა, სწორ გზა სად გახართ თუ არა. ნახოთ. არკანი სამართლიანობა. არკანი შეყვარებულები. რა საინტერესო გაშლა. არკანი ცხრიანი პენტაკლები. აქ არის სიტუაცია, როდესაც წყვილს შორის მოდი დავფაროთ, თორემ მე არ დაბლოკოს Facebook-მა. როდესაც წყვილს შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავება, ან განსხვავება გამოხატულია სტატუსური ფორმით, შეიძლება ეს გამოხატული იყოს მატერიალური თვალსაზრისით, ან შეიძლება ეს იყოს გამოხატული რაღაცა კონკრეტული საზოგადოებრივი სოციუმით განსაზღვრული სტატუსით. რვიანი პენტაკლები. აქ ქალბატონებს ფინანსურად გაცილებით მაღალი რესურსი გაქვთ, ვიდრე თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს და ეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი თქვენგან სწავლობს სწორად როგორ უნდა მოიხმაროს და მოეპყროს ზოგადად ფინანსურ ენერგიას. სწორ გზა სად გახართ თუ არა, არკანი მზე. არკანი კვერთხების რაინდი. ათიანი ხმლები. აქ არის სიტუაცია გარდა იმისა, რაც უკვე ვთქვი, არის მოცემულობა, როდესაც რაღაცნაირად ჩემი წინა გაშლა მეორდება თითქოს აქ თქვენ ადამიანის ცხოვრებაში შეხვედით მაშინ, როდესაც ეს პიროვნება იმყოფებოდა ძალიან ძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაში და შეხვედით ისე, როგორც ესეთი კაშკაშა ნათელი მზე, რომელიც არ კითხულობს ნებართვას, უნდა მოვიდე, არ უნდა მოვიდე, მაქვს ადგილი, არ მაქვს ადგილი, გინდა ჩემი მოსვლა, არ გინდა ჩემი მოსვლა, აი უბრალოდ ადექით და შეხვედით ადამიანის ცხოვრებაში, ესეთი გამარჯვებული მზის ენერგიით, ასეთი რაღაცა კვერთხით, მე მოვედი, ოღონდ არავინ არ გელოდათ რეალურად იქ და თავდაყირა რატო დააყენეთ ადამიანის ყველაფერი არ ვიცი მე. ნახოთ სწორ გზა სად გახართ თუ არა. არკანი იმპერატორი. არკანი ხმლების ტუზი. თქვენ ხართ ქალი, რომელიც ცვლის აბსოლუტურად ყველაფერს, ანუ საერთოდ ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ თქვენ გარშემო, აი ყველაფრის აბსოლუტურად, ყველაფერი არის თქვენ ხელში და იმდენად შეგიძლიათ რომ ეს ყველაფერი შეცვალოთ და იმდენად სხვა მიმართულებით წაიყვანოთ, რომ ძალიან რთულია დაჯერება აი ამ თქვენი როგორ ვთქვა, აი ამ თქვენი თითქოს ქალური ენერგიით, აი როგორი უწყინარი ბუნების ადამიანია შეხედეთ რა, რეალურად, აი მშვიდი წყნარი, რაღაც ჩიტი ყავს ხელზე დასმული, რაღაც ქალური გამომეტყველება აქვს, ქალური ვიზუალი აქვს, ხო, ყველანაირად, მაგრამ ამ დროს თქვენ გაქვთ ძალა, შინაგანი უდიდესი ძალა, რომელიც აი ძირფესვიანად ცვლის იმ მოცემულობას, რაც თქვენ გარშემოა. რა თქმა უნდა, კარგისკენ. ოღონდ სწორ გზა სად გახართ თუ არა. ცხრიანი კვერთხები რა რთულია ღმერთო. აქ აი აშკარად მდგომარეობა არის ის, რომ ქალებს გაქვთ, ქალების მხრიდან არის წინაღობა ხდებით, ანუ ქალების წეღარო ვთქვი, რომ აქ შეიძლება ოჯახი იყოს, ან სტატუსი იყოს, ან რაღაცა ესეთი, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ქალთან არის დაბრკოლება. ხმლების დედოფალი ყავს აქ. სამიანი თასები. არკანი მეეტლე. გზა სწორია, მაგრამ საკმაოდ გრძელი, არკანი ძალა. ნახეთ რა საოცარი სიბრძნე, ძალა, ენერგია, არწივი, ანუ სასწაული ქალბატონები გყავს საქმე გაშლაზე. თასების ტუზი. აი ნახეთ როგორი
ანგელოზის და ჯვრის გამოსახულება, ანუ თქვენში არის სიყვარულის ძალა, უდიდეს ძალა. წეღარო ვთქვი, რომ აი ეს ქალურობა და მთელი ყველაფერი რაც აღწერე, ხო, აი ეს არის ზუსტად თქვენი ძალა, ანუ თქვენ ძალისმიერი მეთოდებით არ ცვლით არაფერს, თქვენ ადამიანს უტოვებთ თავისუფლებას, თქვენ ადამიანს უტოვებთ სივრცეს, თქვენ ადამიანს უტოვებთ არჩევანს და აი ნელა ძალდატანებით კი არა, აი ნელა რაღაცნაირად, აი ძალიან მსუბუქად და ძალიან რბილად გადაყავთ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც პირველ რიგში იმ ადამიანისთვის არის აუცილებლად სასარგებლო და მეორე რიგში აუცილებლად საჭირო იმისათვის, რომ შეიცვალოს ენერგეტიკულად სივრცეში ენერგია. სამიანი კვერთხები. კი, თქვენ გაქვთ ამ ცვლილებების ძალა და თქვენში ეს ძალა ნამდვილად არსებობს. გზა ნამდვილად სწორია. სხვა შორის აქ შესაძლოა იყოს არასტანდარტული უნარების და ცნობიერების მქონე ადამიანი. ანუ თქვენ რაღაცეებს უყურებთ, აი როგორც ეს ადამიანი უყურებს თავდაყირა რაღაცას, ხო? აი ზუსტად ისე უყურებთ რაღაცეებს განსხვავებული რაკურსით. ესე რო შეხედავ სულ სხვანაირად ჩანს, ესე რო შეხედავ სულ სხვანაირად. აი თქვენი ხედვის უნარი და სპექტრი, ასე რომ ვთქვათ, არის ესე. ანუ მე ვხედავ ესე და შესაბამისად გამოსავალი ჩემი დანახული სიტუაციიდან არის აბსოლუტურად სხვა, ანუ აბსოლუტურად განსხვავებული, ვიდრე ამას დაინახავდა სხვა ადამიანი და გადაწყვეტდა სხვა ადამიანი პრობლემას. თქვენი გადაწყვეტის გზა არის ძალიან სხვანაირი, აი სამყაროს ძალა. კი, ნამდვილად სწორ გზას ადგახართ. იმედი მაქვს, რომ რეზონირდა ეს გაშლა თქვენთან. გისურვებთ წარმატებებს იმ გზაზე, რომელზედაც ხართ. დროებით.